მოსახლეობისა და ადგილობრივი ხელისუფლების გარდა დევნილებს დახმარება არასამთავრობო ორგანიზაციებმაც აღმოუჩინეს. აბასთუმნის სანატორიუმ აღობილში დროებით დაბინავებულ დევნილებს შორის უამრავი ბავშვი იყო. ასოციაცია ტოლერანტი მათ სათამაშოებითა და ტკბილეულით დაეხმარა. ტანსაცმლით, სათამაშოებითა და სხვადასხვა სახის ტკბილეულით არასამთავრობო ორგანიზაცია ტოლერანტი დევნილ ბავშვებს დაეხმარა. აბასთუმანში დაბინავებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა შორის იყვნენ ისეთებიც, რომელთაც კონფლიქტის რეგიონიდან გამოსვლის შემდეგ ოჯახის წევრები დაკარგეს. ჩემი სოფელი მენატრება, იმედია მალე დავბრუნდები. ვერტალიოტმა გადაიფრენა და ჩამოყარა ბომბები. დევნილების თქმით, მძიმე დღეებში თითოეული მათგანისათვის როგორც მატერიალური, ასევე მორალური მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. გარშემო ცვიოდა. გასაყრდილი ბომბები იყო, რაკეტები იყო, თუ რა იყო, არ ვიცი. ერთ-ერთი სნარიადი კიდევაც სოფელში ჩამოვარდა. სულ რაღაც 3 მეტრით აცდა სახლსა. შენ საკუთარ საქართველოს, შენ საკუთარ სამშობლოდან ტოლილი გახდები და გარბი ხარ, სად გარბი ხარ, ვისთან გარბი ხარ. აი რა უნდა ჩვენგანა? ჩვენთან დაახლოებით ახლა შემოსულია 270 კაცამდე. გორის რაიონი ძირითადად, ქარელის რაიონიდანაც არიან. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ დავაკმაყოფილოთ პირველადი მოთხოვნილება ამ ხალხის და ვაკმაყოფილებთ კიდევაც. აქვთ დღეში სამჯერადი კვება, ყავთ სამედიცინო პერსონალი, ყავთ ექიმი. ასოციაცია ტოლერანტის ხელმძღვანელი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს დევნილთა დახმარებისაკენ მოუწოდებს. ძალიან მინდა მოუწოდო ჩვენი მხარის, ჩვენი რეგიონის, ჩვენი ქალაქის, ჩვენი რაიონის არასამთავრობო ორგანიზაციებს შეიკრიბონ. აქ ჩვენს რაიონში დაახლოებით 9000-მდე დევნილი არის დღესდღეობით ჩამოყვანილი. მათ ძალიან ბევრი პრობლემები დაუგროვდათ, მათ ძალიან ბევრი სათკივარი აწუხებთ, მაგრამ ისინი შემართებულნი არიან და ისინი ამბობენ, რომ როგორც არ უნდა გაგვიჭირდეს ჩვენ ქვეყანას, ჩვენ მაინც პანიკაში არ ჩავარდებით, ერთიანად მობილიზებული ვიქნებით, მაგრამ მათ ძალიან ბევრი რამე საჭიროებათ. იძულებით გადაადგილებულ პირთა უმრავლესობა ამ დროისათვის უკვე დაბრუნებულია საკუთარ საცხოვრებელში.